ივანე მერაბიშვილი თუ ლევან მაისურაძე რამდენი პასპორტი აქვს რეალურად ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს. ახლა ჩვენ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას გაჩვენებთ, რომელზეც თქვენთვის ნაცნობი სახეა აღბეჭდილი უცნობი სახელით და გვარით. მოწმობა, რომელიც ჟურნალისტებმა დღეს ნახეს 2011 წლის 25 აგვისტოსაა დაცემული მისი მინისტრობის პერიოდში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ლევან მაისურაძის სახელით მერაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტს ოფიციალური ვიზიტით მიყვებოდა ერევანში, მაშინ როცა ის ამ დელეგაციაში საკუთარი სახელით იყო რეგისტრირებული. გიორგი მანჯავიძე შეეცდება დარბორპილოს ამ გაუგებრობაში, თუმცა ის ცოტა ხნის წინ თავად იყო დაბნეული. გიორგი გისმენთ. დიახ, სოფო, აბსოლუტურად მართალია. ჩვენ საკმაოდ ჟურნალისტები საკმაოდ დაბნეულები გამოვიყურებოდით შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების შემდეგ. პრინციპში განცხადებაში გაუგებარი არაფერია, თუმცა ისტორია თავად ის იმდენად საინტერესო და ცოტა სასაცილოც, რომ ამ ყველაფერმა ჩვენი დაბნეულობა გამოიწვია. მოკლედ საქმე რაშია? თქვენ ახლა კადრში ხედავთ პრეზიდენტის დელეგაციის ოფიციალურ ვიზიტს ერევანში. ეს ამ ვიზიტის კადრები პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. პრეზიდენტს ამ ვიზიტის დროს თან ახლდა ვანო მერაბიშვილიც. მოკლედ ისტორია არის ასეთი. ყოველ შემთხვევაში ის რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აუცილებს. გუშინ 21 ნოემბერს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში გამოცხადდა თბილისის სახელმწიფო აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლის დროს პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურმა კონტროლიორ მესაზღვრეს წარუდგინა ივანე მერაბიშვილის პასპორტი, თუმცა ივანე მერაბიშვილის ფოტოსურათით და სხვა სახელი და გვარით, ლევან მაისურაძის სახელი და გვარით, რამაც ცოტა გაურკვევლობა გამოიწვია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, იმის გამო, რომ სახელმწიფო დელეგაციის ვიზიტი არ შეფერხებულიყო, ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ არ განხორციელდა არანაირი სამართლებრივი პროცედურები და მას მოსთხოვეს მისი მეორე უკვე ნამდვილი პასპორტის წარდგენა, რის შემდეგაც ვიზიტი ჩვეულებრივ განხორციელდა ერევანში. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს განცხადება. 2012 წლის 30 ნოემბერს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში გამოცხადდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამავე დელეგაციის შემადგენლობაში ქალაქ ერევანში გამგზავრების მიზნით. საპასპორტო კონტროლის გავლის დროს საქართველოს პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომელმა აეროპორტის მესაზღვრე კონტროლიორს წარუდგინა ივანე მერაბიშვილის პასპორტი. მესაზღვრე კონტროლიორმა კანონით დადგენილი პროცედურის გავლის დროს აღმოაჩინა, რომ სინამდვილეში პასპორტი გაცემული იყო ვინმე ლევან მაისურაძის სახელზე ივანე მერაბიშვილის ფოტოსურათით. აღნიშნულ ფაქტზე თბილისისა და მცხეთა-თიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაიწყო გამოძიება ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე. იმის გამო, რომ არ შეფერხებულიყო სახელმწიფო ვიზიტი და დელეგაციას არ შექმნოდა პრობლემა, ივანე მერაბიშვილს მიეცა საშუალება წარმოედგინა სხვა ნამდვილი პასპორტი და მის მიმართ სამართლებრივი პროცედურები მყისიერად არ განხორციელდა. იმავე საღამოს 23 საათზე უკან დაბრუნებულმა მერაბიშვილმა პრეზიდენტის ესკორტთან ერთად დატოვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რის გამოც მის მიმართ კანონით დადგენილი საგამოძიებო მოქმედებები ვერ ჩატარდა. დღეს ივანე მერაბიშვილი გამოძახებული და დაკითხული იქნება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. სოფო, როგორც უკვე მოისმინეთ, გუშინვე საღამოს 23 საათზე დაბრუნებული დელეგაციის წევრებს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ვერ განხორციელდა სამართალ პროცედურები, მხოლოდ იმის გამო, რომ მერაბიშვილმა პრეზიდენტის ესკორტთან ერთად დატოვა საერთაშორისო აეროპორტი. თუმცა დღეს ნაციონალური მოძრაობის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რომ ეს არის სიცრუე და ვანო მერაბიშვილმა საერთაშორისო აეროპორტი თავისი პირადი ავტომობილით დატოვა. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, ის აცხადებს, რომ დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან მიზანმიმართულად ხორციელდება მის წინააღმდეგ დევნა და ხელისუფლება ცდილობს რაიმენაირი ხერხებით მაინც შეძლოს ვანო მერაბიშვილის დაკავება. რაც შეეხება თავად ამ ფოტოსურათს და ამ პასპორტს, ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ ეს არის უბრალოდ ფალსიფიკაცია. ეს ხელისუფლება სერიოზულად ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ მე გუშინ საღამოს ყალბი პასპორტით ვაპირებდი ერევანში გაფრენას პრეზიდენტის დელეგაციასთან ერთად. მე მინდა გითხრათ, რომ მე გავხდით იქ და ეს განცხადება არის სრული აბსურდი და ტყუილი. ვანო მერაბიშვილი ტრაპიდან ჩამოვიდა
სასაზღვრო კონტროლამდე მთელი მანძილი გაიარა ფეხით და შემდეგ ასევე თავისი მანქანით და არა პრეზიდენტის ესკორტით დატოვა აეროპორტის ტერიტორია. სოფო არ ვიცი რამდენად მოვახერხე ამ ეხსნა ეს ისტორია და გადმომეცა თქვენთვის, თუმცა ფაქტი ერთია, რომ გამოძიება მიმდინარეობს ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობაზე და ვანო მერაბიშვილი დღეს არის დაბარებული შინაგან საქმეთა სამინისტროში და სავარაუდოდ დღის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში ამასთან დაკავშირებით ბრიფინგიც გაიმართება. დიდი მადლობა ლიორდი მანჯავიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.